გამარჯობა მეგობრებო, მოდით დავარანკინგოთ ყველაზე ცუდი ადგილები ჩემს ცხოვრებაში. აი ამას რატო შვრებიან, რისთვის შვრებიან და რომ გააკეთონ რა, მაინც ვერ ხვდები. აი სიმართლე რომ გითხრათ, არ ღირს ეს იმათ რომ ჩვენი სხეული დავაზიანოთ ან ყველაზე ცუდი სიცოცხლე დავკარგოთ. ნამდვილად არა. ყველაზე ცუდი უნდა ყოფილიყო პირველზე. მოდით პირიქით გავაკეთოთ. ყველაზე ნორმალური, ნეიტრალური იყოს პირველზე. On stage, აუ სცენაზე, ბავშვობაში ბევრჯერ მომსვლია, მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი და ხანდახან მღეროდით ხოლმე სიმღერებს და მოკლედ ბევრჯერ მომსვლია ის რომ სიტყვები დამიწყებია, ამიტომ ძალიან ცუდი შეგრძნება მერვეზე. During a wedding ceremony, იქაც კი რა თქმა უნდა ძალიან არაკომფორტულად ხარ, იმიტომ რომ ყველა გიყურებს და ელოდება შენს პასუხს. მაინც პირველი ალბათ. ნუ უსაფრთხოდ მაინც ხარ. During a date, კაი იყო მეექვსეზე. Well, getting ტატუს არ მიკეთებდნენ, თუმცა ტატუაჟს კი არაკომფორტულია, იმიტომ რომ მტკივნეულია, ამიტომ მოდით იყოს რომელზე? მეხუთეზე. On the toilet. რა მოხდა ტოილეტში? ვიღაცამ დააკაკუნა? მოკლედ არ ვიცი მეორეზე. While driving, როცა ტარებისას ატარებ? მე არ ვიცი. ამიტომ რომ ტარება არ ვიცი. While swimming, სურვაც არ ვიცი, გაგიკვირდებათ, ამიტომ, რა თქმა უნდა, წყლის მეშინია, ასე რომ მეშვიდეზე იყოს. წყლის მეშინია და სურვაც იმიტომ არ ვიცი. საერთოდაც მეშინია წყალში შესვლა. როცა ზღვაზე ვარ, მაინც ესე პლაჟზე მარტო ოდნავ ფეხის თითებს ჩავყოფ ხოლმე და მეტი არაფერი. During a job interview, როცა სამსახურში პირველად მოდიხარ და რაღაცებს გეკითხებიან, ცოტა არ იყოს მართლა არაკომფორტულია და ეს მეოთხეზე ბევრი ლაიქები და კომენტარები გამომიწერეთ და გამიზიარეთ მეგობრებო და მეორე ნაწილი ძალიან სწრაფად მინდა, იმიტომ რომ მართლა საინტერესო იყო. დროებით 500 ლაიქი არ დაგავიწყდეთ.